მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს და შევცვალე ლოკაცია, ახალი ადგილიდან და ჩაგიწეროთ ვიდეო. და დღეს ჩვენ მოდით ასე გავაკეთოთ ესეთი გაშლა, რას გიმზადებს ბედი. ვნახოთ ახლა აქ სულ ყველაფერს ვნახოთ, ახლა რას გვეტყვის ჩვენ შევალთ ახლა ნაკადში და ვნახოთ ახლა შეიძლება პირად ცხოვრება შეეხება, შეიძლება თქვათ საქმიანობას ვნახოთ, აი რას გვაჩვენებს ჩვენ ტარო, ხო? რა თქმა უნდა, ახლა გავაკეთებ სიგნიფიკაციას იმისთვის, რომ თქვენ იცოდეთ, რომ თქვენი არის ეს გაშლა და უკვე მე უბრალოდ ვკითხოთ ტაროს, აი რას გვიმზადებს ბედი. სულ ახლო პერიოდი ავიღოთ, სულ ახლო, ნუ ერთი თვე, ორი თვე ჩვენ ახლა ხშირად ვაკეთებთ მაგასეთ თემებზე გაშლებს და ამიტომ პერიოდი თქვენ თვითონ აიღეთ, მოდით ასე რომ ვთქვათ, კარგით? დავიწყოთ. ახლა ვნახავთ პირველ რიგში, ანუ ვისთვის, ვინ არის ეს ადამიანი, ვისთვისაც დღეს უნდა რომ ბედს უკარნახოს, რას უმზადებს, ხო? ვნახოთ ახლა. პენტაკლების ტუზი, ბრძანდებით. იცით როგორ თქვენ ხართ ეგრევე გამოვიდეთ დოფალი ხმალების. ეხლა ნახეთ, პენტაკლების ტუზი საერთოდ არის, როცა შენ ხარ, აი თან თქვენ რა ენერგიებში ხართ, ნახეთ, თქვენ ხართ ისეთ ენერგიებში, როცა თქვენ იწყებთ რაღაცას, ანუ ახალს. ეხლა თუ აი ვინც უყურებს ეხლა ჩემს გაშლებს ამ ბოლო დროს სულ თქვენ უკვე თვითონაც დამეთანხმებით, რომ სულ გამოდის ხმალების დედოფალი. ხმალების დედოფალი არის საერთოდ აი ესეთი ენერგია, მოდით ახლა ბიჭებო თქვენს ხომ წერთ ხოლმე ჩანს გიყურებთ. ანუ ეს არის ენერგია, ნუ ქალისთვის არის და საერთოდ გინდათ ახლა კაცისთვის არ აქვს მნიშვნელობა, როგორც ენერგია რო ავიღოთ ადამიანის, რომელიც უკვე ფიქრობს გონებით. ქალისთვის რატომ მნიშვნელოვანი? ბევრჯერ მაგახსნილი, იმიტომ რომ ქალი უფრო ყოველთვის ფიქრობს ემოციებით რა. ან ფიქრობს ემოციებით რა, კარგად გითხარით. ანუ უფრო ემოციებს რთავს, ხო? და გონება მერე ერთობა, მაგრამ აი გონება როდის ერთობა, როცა თქვა შეიძლება გქონდა ადამიანს იმედგაცრუება, შეიძლება ნუ ქალს თქვა, ხო? შეიძლება უკვე იმას ფიქრობს, რომ მე აღარ მინდა უკვე ისეთი ცხოვრება, როგორც მქონდა, ან ურთიერთობა არ მინდა. ანუ გონებრივად ფიქრობს, ანუ აქ ერთობა სხვა ენერგია. და ამიტომ აქ თითქოს როგორ არის, იცით, რომ მე ჩემი ცხოვრება ეხლა მინდა ისე ავაწყო, რომ ანუ ჯერ დავფიქრდები და მე გავაკეთებ ნაბიჯს. აი აქ ესეთი ენერგია მოდის რა. იმიტომ სხვანაირად, იმიტომ რომ აქ ადამიანს გამოცდილება, ძალიან დიდი გამოცდილება, იმიტომ რომ ანუ ურთიერთობები ყველაფერი აბსოლუტურად სხვაგვარად მინდა ავაწყო რა. ანუ თითქოს ეხლა შეიძლება აქ ადამიანს აემაღლა თვით შეფასება, იმიტომ რომ ხო გეუბნებით, აქ ურთიერთობები არა მხოლოდ თქვათ საქმიანი, არა მხოლოდ თქვათ ეხლა ნუ პარტნიორული ნებისმიერი ანალიზი გააკეთა ამ ჭკვიანმა ქალმა, ასე ვთქვათ, ჭკვიანმა ადამიანმა და თქვა რომ მე მინდა სხვანაირად უკვე ჩემ ცხოვრებას მივხედო რაღაცა ახალი ეტაპი. კიდე რადგან აქ პენტაკლები შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ თვითონ ხართ ის ადამიანი, რომელიც ახლა შეიძლება რაღაცა ახალი გადაწყვეტილება მიიღო და თქვა დაუშვათ ფინანსურად იფიქრეთ, რომ მე მინდა რაღაცა ისეთი მნიშვნელოვანი გავაკეთო, რაც სხვებსაც მიუტანს სარგებლობას და მეც სამყარო მეტყვის ძალიან დიდ მადლობას, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ფული ვიცი ჩვენ არის საერთოდ პენტაკლების ტუზი თუ კარგად არ ჩანს, არის საერთოდ მადლობა სამყაროსგან რა, იმიტომ რომ საერთოდ ჩვენ რამდენიც გვაქვს შემოსავალი ფინანსური, იმდენად ვარ საჭირო სამყაროსთვის ჩვენ, ხო? იმდენად ჩვენ ვაძლევთ საერთოდ ადამიანებს და სხვებს რა, ეს ასე მუშაობს რა, სამყაროს კანონი ეგეთია და ნუ ყოველ შემთხვევაში ენერგია არის ძალიან კარგი, გადაწყვეტილება გაქვს ძალიან კარგი, შეიძლება ხო გეუბნებით კიდე თუ დაუშვათ ურთიერთობაზე, თქვენ ფიქრობთ აქ შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ აირჩიეთ უკვე როგორი მომენტი, იცით, რომ მე
თუ შევალ ურთიერთობაში, ან ვინც არ უნდა იყოს რა. ანუ თუ იმ ადამიანთან, ვინც მე დამაფასებს, ვინც ნამდვილად გაიგებს ჩემს ფასს. იმიტომ რომ ხმალების დედოფალი უკვე ესეთი ენერგია, უკვე ძალიან ჭკვიანი ადამიანის ენერგია, გაიგეთ, როცა უკვე მე შეიძლება თქვათ ბევრს ან კითხულობთ, ან უყურებთ რამეს, ხო? ან ისედაც თქვენ გაანალიზეთ ყველაფერი, ხო? რომ აი თქვათ როგორ ანაირად, ყოველ შემთხვევაში არჩევანი არის, რომ სხვანაირად მინდა, იმიტომ რომ აქ ნამდვილად თქვენ უკვე არ ახართ მზად იმისათვის, რომ თქვათ მიიღოთ თქვენს არა არანაირად თქვენ არ მიიღებთ არანაირ ისეთ ურთიერთობას, სადაც არის თქვათ ახლა დაუფასებლობა. კიდე აქ არის შეიძლება ჩაფიქრებული გაქვთ რაღაცა პროექტი, ახლა შეიძლება იმის მიუხედავად, რომ კიდე უკვე პენტაკლის დედოფალი, ნახეთ პენტაკლების დედოფალი გამოვიდა, შეიძლება კიდე ნახეთ რამე ახალი პროექტი გინდათ. თქვენ დაუშვოთ დაიწყოთ, ან ვინმეს უნდა თქვათ რამეს სწავლა, თქვათ მე ვიპოვე მასწავლებელი ადამიანი, ვისგანაც მე დაუშვოთ მინდა მივიღო რამე ცოდნა, რომელიც იქნება ჩემთვის სასარგებლო. და მაგრამ შეიძლება ახლა გაქვთ როგორი პრობლემა, რომ აი ცოტა ფინანსურად ვერა ვარ კარგად რა და ამიტომ ხართ ახლა ცოტა თქვათ იბრძვით ამ სიტუაციას, გინდათ რომ შეიცვალოს ნამდვილად ეს სიტუაცია და ანუ ყველაფერს აკეთებთ მაგისტრის, იმიტომ რომ ნახეთ აქ რა ხდება, თქვენ აქ მიიღეთ გადაწყვეტილება იმისათვის, რომ რაც არ უნდა იყოს, მე მინდა თქვათ დაუშვოთ ახლა ეს ცოდნა მივიღო, მინდა. კიდე შეიძლება ვიღაცას გინდათ რომ აი აამაღლოთ თქვენი ცოდნა დაუშვათ თქვათ პროფესიონალური თქვათ რამე კურსებზე მიდიხართ, შეიძლება თქვათ ზოგიერთს შეიძლება ჩააბაროს სადმე, ეგაც არის რომ პროფესიონალიზმი მინდა რომ მქონდეს. კიდე არის ერთი სიგნიფიკაცია, რომ აი შეიძლება თქვენ თუ ურთიერთობას ეხება, ისევ არის კი ხმალებით ასებს ვერ ვხედავ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ აქ რადგან ისეთი არკანები მომდის, რომ შეიძლება თქვენ საერთოდ ეხლა თქვენი ცხოვრებიდან სულ ყველა თუ ვინმე ყავდა თქვათ ყოფილი პარტნიორები ან ადამიანები, ვინც თქვენ გულს გტკენდათ, თქვენ აი როგორ ისეთ ენერგიაში ხართ, რომ დავკარგავ აი ძალიან თავის, აი აღარ მინდა რა, არავისთან ურთიერთობა, ვინც მე არ მაფასებს რა. და თუ შემოუშვებ ჩემ ცხოვრებაში ადამიანს, მხოლოდ ისეც, ვინც მე დამაფასებს. აი ეგეთი ენერგია, იმიტომ რომ თქვენ აგერ არის ნახეთ რა, ულამაზესი არის ეხლა საერთოდ კვერთხების დედოფალი, რომელიც ჯერჯერობით აქ არ გამოვრიცხავ, შეიძლება მარტო ხარ, აქ შეიძლება ზოგი ბავშვი გაშორდა ქმარსაც, შეიძლება დიდი ხანია, ან ეხლა, ან დაკარგეთ თქვათ ქმარი, ეგაც შეიძლება იყოს აქ და ანუ ამიტომ თქვენ ხართ ეხლა შეიძლება იყოთ მარტო, მაგრამ ნახეთ როგორი ულამაზეს თავს უვლით. ყურადღებას თქვენ ნამდვილად ეხლა არ გაკრიათ, ხო? არავისგან, მაგრამ აი უბრალოდ ჩემ მომავალს მე თუ ვიფიქრებ დაუშვით ჩემს მომავალზე, აი არანაირი ტყუილი, არანაირი, მხოლოდ ადამიანთან მინდა ურთიერთობა, რომელიც იქნება ჩემი მონათესავისული, უძლიერესი ადამიანი, იქნება უკეთილშობილესი ადამიანი, რომელიცაც ეხლა ანუ ჩემგან არანაირად აქ даже შეიძლება თქვენ თუ გქონდათ ურთიერთობა, სადაც თქვენ გიწევდათ ფულის თქვა ჩადება გოგოები თქვენ უფრო გეხებათ, სადაც თქვენ გიწევდათ რაღაცა ისეთი მონაწილეობა თუნდაც ახლა ფულში შეიძლება ზოგმა დაკარგა კიდევაც ფული ბევრი, აი აქ თქვენ უკვე გადაწყვეტილებას იღებთ, რომ ისეთი ადამიანი, ისეთი ძლიერი ადამიანი მინდა, მაგრამ კეთილშობილი და აი გამგებიანი, რომელიც მე გამიგებს და რომელიც ჩემსავი ძლიერი იქნება, ისეთი ადამიანი, რომელთანაც მე არ დამჭირდება არც მისი პრობლემების გადაწყვეტა, არც მისი თქვათ რაღაც დახმარებები და ანუ რაც იყო წარსულში, აი ეგეთი ურთიერთობები მე არ მინდა. ანუ თქვენ ხართ მიმართული რაღაცა ძალიან წინსვლა გინდა, ძალიან დიდი წინსვლა და ანუ განახლებული თქვენ რაღაცა სხვანაირ ენერგიებში ხარ და ამიტომ გინდათ რომ ურთიერთობაც რო შემოვიდეს ძალიან აი
აი ძალიან როგორ გითხრათ, სადაც იქნება მართლა ბედნიერება და სადაც გაგება იქნება და სადაც იქნება ანუ სამართლიანობა და არა პროსტო უბრალოდ რაღაცა მიჯაჭვული ურთიერთობა, რაც იყო, აი მიყავეთ მიჯაჭვული ვიღაცაზე, ხო, აი დიდი ხანია, შეიძლება ვაფშე აი კაი ხანი იყავით, მასე თქვენ ახლა უკვე ეს დაასრულეთ, იმიტომ რომ თქვენ შეიძლება უკვე გამოხვედეთ სიტუაციიდან, რომელზეც იყავით დამოკიდებული, გამოსული ხართ კი ბატონო და აქ ახლა პრინციპში როგორ ხართ იცით თვლით რომ მე გაკვეთილები ყველაფერი გავიარე მე ტკივილის გავიარე და ახლა უკვე მზად ვარ ახალი რამისთვის იმიტომ რომ უკვე აღარ ენერგიულებთ ну აქ წარსული დატოვეთ თქვენ დატოვეთ განულდით ყველა თქვენი აი ეს სირთულები დატოვეთ ზურგს უკან, რომელიც შეიძლება გქონდათ თქვენ განცდა აქ, შეიძლება ადამიანზე, რომელიც ცოტა თქვენზე ასაკით პატარა იყო, ну შეიძლება შვილზეც იყო ლაპარაკი, არ ვიცი. ну ყოველ შემთხვევაში აქ თქვენ დამშვიდით, ну დიდი მაჩვენებენ უბრალოდ თქვენ ისტორიას, რომ ამ სიტუაციამ უბრალოდ იცოდეთ ერთი რაღაც, რომ ამ სიყვარულმა თქვენში გახსნა ძალიან დიდი თვითშეფასება და ძალიან არ იყო ეს ურთიერთობა, თქვა თქვენ ბევრი რაღაცა ისწავლეთ, გაიგეთ, პირველ რიგში ეს ურთიერთობები, რომელიც თქვენ გქონდათ, ხო? თქვენ მაგან, ну, კარგი მოგიტანათ ის, რომ თქვენი თვითშეფასება ამაღლდა, მოდით, ასე თქვა, ბევრი რაღაცა ისწავლეთ, მოდით. აი ასე რომ ვთქვათ. ну ნახოთ ახლა თუ იქცანით თქვენი სიგნიფიკაცია, ახლა მინდა რომ ნახოთ რას გიმზადებს თქვენ ახლა ბედი, ხო? აი, ну რა ჩვენ რა თქმა უნდა პოზიტიური უნდა ვნახოთ, იმიტომ რომ ჩვენ პოზიტიური განწყობა გვჭირდება. ამიტომ ვნახოთ ახლა ჩვენ, ანუ ეს პოზიტიური სიტუაცია რა შემოვა თქვენ ცხოვრებაში. ну თუ რამე გაფრთხილება იქნება, რა თქმა უნდა გეტყვით რა. მაგრამ ჯერ მინდა რომ ვნახოთ ჩვენ ეს რას გიმზადებთ ამ პერიოდში ახლა? ისეთი რომ თქვენ გაგეხარდებათ. ну პირველ რიგში სხვათა შორის აქაც გვაჩვენეს უკვე სიგნიფიკაციაში არის როგორ იცით განთავისუფლება, ანუ თავისუფალი ვარ, ანუ როგორ არის იცით თუ დაუშვათ რას გიმზადებთ. სხვათა შორის რატომღაც ეს მომივიდა, არ ვიცი, გეტყვით მაინც, თუ დაუშვათ ვიღაცა მოგატყუა თქვენ არა ვალი თუ რამე ვალი გქონდა თქვენ სხვათა შორის თქვენ მაგისგან განთავისუფლდებით კიდე თუ დაუშვათ ახლა გეტყვით მოიცადეთ რა კაი ენერგია ეს მოდის რა ინფორმაცია დავიჭირო მინდა დავიჭირო ესე იგი აქ ფულზე ხო რაღაცა ვალის დაბრუნება კიდე როგორი მომენტი არის რაღაცას არ მე მითხარით რა დროზე მოვიდეს რასაც ელოდებოდა განახლებულს დაიჭერს ну ვიღაცა განთავისუფლდება და იქნება ძალიან კარგად თავისთვის თქვა აი ვინცეს უნდა გაშორებოდა და რაღაცები რო იყო ეს ტოქსიკური რამე თემები კი ბატონო თქვენც ელოდებოდა კი აქ რა მომდის იცით უფრო რაღაცა თავისუფლად წამოვა თქვენთან ფული იცით რატო ნახეთ ეთყობა მე დაიჭერე მოიცადეთ ერთი თავისუფლად წამოვა ფული იმიტომ რომ აქ შეიძლება ნახეთ როცა შენ აი არის ეგეთი ტექნიკები როცა შენ თვითონ დაუშვათ ну ეს ძალიან დიდი თემა არის რა არ მინდა რომ თქვენ ახლა ძალიან შეგიყვანოთ აქ ბევრი საუბრით ამ თემაზე ახლა ფულის თემაზე იმდენი შემიძლია გესაუბროთ რომ რა ვიცი მაგრამ გეტყვით ვეცდები მოკლედ ახლა როცა შენ არ ეკიდები ფულს როცა შენ არ ახარ სულ იმაზე მიმართული ფული სანამ ვიშოვო და რაღაცა აი რო იძახენ ხოლმე გაუშვი სიტუაცია აი აფირმაცია რო არის ხო იცით რომ აი ფული შემოდის ჩემთან
ადვილად. ფული არის ბევრი მაგარი აფირმაციები, რომელიც ზამაგად მუშაობს, მაგრამ მუშაობს იმ შემთხვევაში, თუ შენ არა მხოლოდ თქვათ, ეხლა შენ თუ დაუშვათ იძახი, ხო? ფული შემოდის შენ ცხოვრებაში იოლად, ხო? მაგრამ ამავე დროს ეჭვი გეპარება. ხო ხდებით, შინაგანი განწყობა უნდა გქონდეს, რომ შენ შინაგანადაც უნდა გჯეროდეს, რომ ეს მასია. თუ შენ უბრალოდ ლაპარაკობ, რომ თქვათ, ფული ჩემთან შემოდის იოლად, ამ დროს მთელი დღე ნერვიულობ იმაზე, რომ ფული საერთოდ არ შემოდის და ან საიდან უნდა შემოვიდეს, რაღაცა სისულელეს ლაპარაკობ, მაგრამ კაი ჯანდაბას გავიგე, რომ უნდა თქვა, არ შემოვა. აი აქ შემოდის როგორ, იმიტომ ცოტა ეს მინდოდა რომ შესული ვიყავე გაშლაში, რომ აი აქ არის ზუსტად ეს მომენტი, რომ თითქოს თქვენ ანუ თავის უფლებას აძლევთ და ანუ არ იჭერთ ამას, რა ქვია, ამ სიუხვეს და ის მოდის თავისით, ადვილად და იოლად შემოვა, კი. ანუ თქვენ რაღაცა სირთულეებიდან თავისუფლდებით. მიხვდით? იმიტომ რომ ეს თქვენ ისწავლეთ როგორ, ანუ გქონდათ რაღაცა პრობლემები, თუ დაუშვოთ თქვენ გქონდათ პრობლემები, კიდე მოდით ასეც კიდევ ვთქვათ, ფულზე, რაღაცას ელოდებოდეთ თქვენ შემოსავალს. აქ შემოდის ახალი ნაკადი შემოდის თქვენ ცხოვრებაში, მიხვდით ფულის. მაგრამ ეს იქნება უშუალოდ იმ ადამიანებისთვის, ნუ მე პრინციპში გეუბნებით, რომ ხმალების დედოფალი ეს არის ადამიანი, რომელიც ეძებს გამოსავალს. ეძებს, ანუ აკეთებს, აანალიზებს სიტუაციას და მერე ეძებს გამოსავალს. ანუ სად რა მიმართულება ავიღო. აი, ნახეთ, ხო არის ნათქვამი, რომ შენ თუ რაღაცაზე ოცნებობ და არ ხდება, ოცნებაზე კი არ უნდა თქვა უარი, უნდა მიდგომაში ცვალო. აი, ხმალების დედოფალს ეს ახასიათებს, რომ საერთოდ როცა ენერგიას გინდათ, მე არ ვიზახი ბიჭებო თქვენთვის, ახლა როგორც ენერგია. ანუ მე კი არ ვამბობ უარს, თქვათ, ახლა დაუშვით, მე ვეძებ გამოსავალს, კიდე რა შემიძლია გავაკეთო, კიდე რა მიმართულებით შეიძლება, თქვათ, წავიდე, რომ ეს, თქვათ, ვიპოვო ეს ფული და ამიტომ თქვენ აქ ეს რაღაცა გაკვეთილი, რომელიც ეხებოდა ფულს, პრინციპში თქვენ მაგას უკვე ანუ გაიარეთ ეს, იმიტომ რომ აქ ისწავლეთ თქვენ ძალიან კარგად და განთავისუფლდეთ და ნაკადი შემოუშვეთ რა, ანუ დააკვირდეთ, ანუ მე მგონი ხა ვცდილობ რომ გასაგებად გითხრათ თქვენ რომ კი და ძალიან დიდ სიხარულს მიიღებთ. ძალიან დიდ სიხარულს არ ნახეთ აქ რა მხელა მზე არის, ღმერთო ჩემო, შეხედეთ რომ აქ ნამდვილად აი რაღაცა შემოსავალი გაიხსნება, რაც იყო იყო პაუზაში, შეიძლება თქვა, არ მოდიოდა ის თქვა, ხა შეიძლება მშიერი არ იჯეკით, მაგრამ რაღაცას ელოდებოდ, მაგრამ არა, აი აქ ეს ყველაფერი მიდის, ჰარმონია მოდის თქვენ ცხოვრებაში, გეუბნებით. იმიტომ რომ თქვენ მოერიეთ რაღაც სიტუაციას რა, აიღეთ თქვენს ხელში იქ სიტუაცია და ამიტომ აქ გელოდება წინსვლად. კი ბატონო, კი, თქვენი ძალა, თქვენი ვარსკვლავი, თქვენი სულ ყველაფერი, თქვენი ენერგია შემოდის. ისეთი აი რომელიც უდიდესი სიხარული უნდა მოგიტანოს, უდიდესი სიხარული, იმიტომ რომ რაზეც თქვენ ფიქრობდით, რაზეც თქვენ არ გჯეროდათ, მაგრამ მაინც არის. აქ კიდე სასიყვარულო თემა წამოვიდა უკვე. მე მინდა სასიყვარულო თემაზე ცოტა მანარა ავიღო. სხვათა შორის ახლა რაც ეხება ტაროს წაკითხვას, ვისაც გაინტერესებს, აი ვინც დღეს უყურებს, ხო? ნუ ახლა მეთქო მე ახლა შეგიძლიათ მე შემოგვიერთეთ ცოტა კიდე გვაქვს ჩვენ მარატონი რა, ორდღიანი. თუ ვინმეს გაინტერესებთ, ლინკი ვიდეოს ქვეშ არის, გადაადეთ. ტაროზე. უბრალოდ ტარო უპასუხოთ არის და შეგიძლიათ მოვისმინოთ. ბევრი საინტერესო ინფორმაცია. так, всё. ახლა მინდა ვნახოთ, მოდით უშუალოდ, ახლა ფული გვაჩვენეს, ფული მოგდით. მოდით რაღაცა, ესე იგი ურთიერთობაზე ვკითხოთ, რას გემზადებთ თქვენ ახლა სამყარო, რატომღაც მან არა დღეს მომინდა. მანარას კურსიც გვაქვს, სხვათა შორის, თუ ვინმეს გინდათ მანარას სწავლა. რაც ეხება ურთიერთობას. იცით რა არის? ურთიერთობაზე ჯერჯერობით ცოტა გაუგებარი სიტუაცია გვაქვს ჩვენ.
მაგრამ პრინციპში თქვენ შეგიძლიათ გამოსვლაც ამ გაუგებარი სიტუაციიდან. იმიტომ რომ აქ იცით როგორი სიტუაცია? აქ კიდე ხმალების დედოფალი ისე ვისე. ნახეთ, აქ თქვენ თუ გქონდათ სიტუაცია, რომ აი სიტყვაზე ადამიანს ვერ უშვებდეთ, ადამიანს ვერ აგებინებთ, ადამიანთან გქონდათ რაღაცა ასე საკანელასავით, ხან იგით, ხან აქეთ. всё, აქ თქვენი ხმალების დედოფალი ისევა მოვიდა აქ, რომელმაც მოერევა ამ შიშებს, თქვა. დაუშვათ, შეიძლება ფიქრობთ, რომ ეხლა ამას რო დავშორდები, მერე вообще სულ არ დავრჩი თქვათ მარტო, ხო? იმიტომ რომ ზოგს აქ ეს მომენტი რომ თქვათ ურთიერთობას იმიტომ ქვეცნობიერად ვერ ასრულებენ, იმიტომ რომ ეშინიათ ამ მარტოობის, გაიგეთ? ამ დროს აქ თქვენ რთავთ უკვე ამ თქვენ გონებას და всё, აღარ მინდა, აღარ მეშინია, არანაირად არაფერს აღარ უკვე აზრი არ აქვს რა, რომ კიდე აქ არის როგორი თემა, თუ თქვენ გეშინოდათ დაუშვათ აი სიყვარულის შეშვებას, ხო? ნუ აქ კი აგერ არის. всё, უკვე თქვენ სხვა დონეზე გადადეხართ რა უკვე. ერთი წამით. აქ არის როგორი მომენტი, აქ უფრო მიყვებიან რას, რომ თქვენ გიმზადებს სამყარო იმას, რომ თქვენ მიხვდებით პრინციპში, რომ მე აი მარტო ხო თქვი რომ განახეთ თქვენ ახლა იქ რომ გვერდხების დედოფალი ულამაზესი არის მარტო. აი თქვენთვის საყურადღებოდ არის როგორი მომენტი. ანუ მარტო კიდე როგორ შეიძლება ზოგს ურთიერთობაშიც იყო, მაგრამ მარტოდ გრძნობდა თავს. ეგეც არის ხოლმე რა, აჩვენებს ის პოზიცია და ამიტომ აქ ნახეთ როგორი მომენტი. თქვენ შეიძლება გქონდათ ეს მერყეობა რა გავაკეთო, თქვა დავტოვო, ვიყო, არ ვიყო, იმიტომ რომ სიტუაცია არ გახარებდათ, მაგრამ აქ თქვენ რას გიმზადებს? ამ სიტუაციას თქვენ გაარკვევთ, იმიტომ რომ თქვენ თვითონ უკვე გადაიზარდეთ და უკვე ამ სიტუაციას თქვენ თვითონ უკვე მივხვდით, რომ მე მინდა სხვა დონის ურთიერთობა, თუ იყოს სამკუთხედები შეიძლება, ხო? თუ იყოს სიტუაცია, სადაც თქვათ ახლა თქვენ გიწევდათ პირველს სულ დაუშვათ ახლა ისე ურთიერთობის აღდგენის, ხო? თუ თქვენ დაუშვათ სულ თქვა დახმარებას უწევდით ადამიანებს და ეხლა ამის გამო თქვენ შიში შეიძლება გქონდათ, რომ დაუშვათ ისევ ისე გამეორდება, მე თუ შევალ ახლა ურთიერთობაში, ისევ ისე იქნება რა და ისევ მე უნდა კიდე რაღაცები გავუკეთო, აი ეს აღარ გინდა თქვენ ნამდვილად, всё. თქვენ აქ აერჩიეთ თქვენი თავი. აღარ არა. თუ შევალ ურთიერთობაში, მხოლოდ და მხოლოდ სერიოზულ ადამიანთან და არა თქვათ ახლა ვიღაცა манипуляტორთან. იმიტომ რომ თქვენ აქ ერჩიეთ თქვენს თავს. ანუ ნახეთ, თქვენი თვითონ აზროვნება ხო გითხარით შეიცვალა, იმიტომ რომ ტუზი იყო პენტაკლეს, მე ჩემი თავს ვაფასებ, მე ვარ თვითონ მაღალ ფასოვანი, ხო? სწორედ ვამბობ ქართულად. მე თვითონ ვარ ისეთი, რომ მე ჩემ თავს ვაფასებ. როცა თქვენ თვითონ თქვენ თავს აფასებ, სიტუაცია იცვლება, გაიგეთ? ხოლო ეს უნდა იყოს 1000%-იანი და აი აქ არის როგორ. მე უკვე არ მინდა თქვათ, ეხლა ისეთი ადამიანი შემოვედეს, ვისანაც მე დავუშვებ. საერთო ფასეულობა არ მექნება, ხო? მარტო სექსისტვის, манипуляტორი, არ მინდა მასეთ თუ ექნებიან ეგეთები, მერჩევნია ვაფშე ჩემთვის მარტო ვიყო და ჩემს თავს მივხედო, ვიდრე მე აი ასეთებზე დაუშვოთ ჩემი თავი გავახურდო. არა, არ გინდა თქვენ ეგეთი რაღაცები და აი აქ მაგას უფრო გვეუბნებიან, რომ თუ თქვენ ჯერ არ ახართ მისული, ხო? მაგდონემდე რომ ასე ფიქრობდეთ, თქვენ მაგას გიმზადებს სამყარო, იმიტომ რომ თქვენ თვითონ უკვე მივხვდით, იმდენად უკვე ხართ, ნახეთ, სხვა დონის ადამიანი, რომ დააკვირდეთ, რომ თუნდაც აი თუ დაუშვათ სიტყვაზე ვიძახ, როგორც მაგალითს, იყო თქვა შემოსევა ვიღაცა პაჭაპუჭა ვიღაცების, ხო? არის ხოლმე ეგეთი რაღაცები. შემოდიან ზოგი ისეთი უცნაური პიროვნებები, ხო, პირადში და გწერენ, ხო? აი
ისეთ პასუხებს აძლევთ თქვენ უკვე, ხო, ადრე შეიძლება თქვათ, ნუ მიწერდით, მიმოწერას გააგრძელებდით სიტყვაზე, რომ აი იქნება და რა იცი, თუნდაც უკვე ხვდები შენ თვითონ რომ არაფერი, ხო? მაგრამ აი ეხლა უკვე თქვენ ისეთ პასუხებს გასცემთ, რომ გაიქცევიან თავად ეგენი, ანუ ვინც არ გჭირდება თქვენ, გაიქცევიან, იმიტომ რომ თქვენ უკვე სხვა დონის ადამიანს უკვე ემსახურებით. და აქაც ხო დავი იყო სიგნიფიკაცია სხვადასხვა გვაჩვენა უკვე იმპერატორი, ხო მიმეხვდეთ და ამიტომ თქვენ უკვე იმაზე ნაკლებ პიროვნებაზე აღარ ახართ ნუ მზად რომ მიიღოთ თქვენ პირად ცხოვრებაში და ნუ ვნახოთ ახლა მითხარით ახლა მაშინ რას უმზადებს სამყარო ასეთ გოგოს ახლა ნუ ბედი ჩვენ ბედს ვეკითხებით ხო რას აი თქვა ამ გოგო მიიღო ეს გადაწყვეტილება და ახლა თქვენ რას უმზადებთ ფეხიდან კი ანუ თქვენი წაქცევა რაც იყო ანუ ნახეთ ძველი რაც იყო ძველი სიტუაციები ანუ გამოცდილება თქვენი всё ამას იღებთ აქ იცვლება რა იცვლება თქვენი ნუ ესა კიდე მაჩვენებს მე გეკითხებით ამ გოგო გავიგეთ რომ აღარ ენერგიულებს აღარ იტირებს უკვე всё მიღებული არის გაკვეთილები გაიარა და რა ელოდება ამას ელოდება გაკვეთილები დასრულდა და ეხლა უკვე აჩვენეთ ახლა მე კიდე ისტორიას მიყვება უკვე თქვენ თვითონ როგორ ხართ იცით რას მაჩვენებენ შეიძლება ზოგჯერ ეჭვის თვალსითაც შეხედავთ თქვენ უკვე სიტუაციას ნახეთ აი ეს იგივე მომიყვა რაც მე თქვენ გითხარით ნუ უკვე ვინც მიცნობს იცით თქვენ მე ჯერ ლაპარაკობ და მე ტარო მიდასტურებს რა ანუ ისე უბრალოდ გავიმეორებ რომ თქვენ უკვე სანამ ანუ ისეთი ძლიერი გაკვეთილები გამოიარა თქვენ რომ სანამდე გააკეთოთ ნაბიჯი ხო თქვენ კარგად დაფიქრდებით ღირს თუ არა იმიტომ რომ თქვენ ხარ იმპერატრიცა მივხვდით იმპერატორი ქალი იმპერატორი ქალთან და თქვენთან უკვე ნახეთ გამოხვედით თქვენ ამ რთული პერიოდებიდან ოკეი და შემოდის სიყვარული თან ძალიან რაღაცა გიგზავნის თქვენი საგვარეულო ისეთ ურთიერთობას так მოიცადე კიდე მეუბნებიან ანუ კაი კიდე მაჩვენებენ რომ შენ შეცვალე ეხლა უკვე სხვანაირად უყურებ შენ სიყვარულს შენ უკვე სხვანაირად მოქმედებ შენ უკვე ეგრევე არ შედიხარ ნუ არ ვფიქრობ იმაზე რომ თქვა სერიოზულია რაღაცა რაც თქვი მაპატიეთ რა ახლა უბრალოდ მაჩვენე მე მინდა ვნახო რას გიმზადებენ კი ბატონ აგერ არის всё მაჩვენეს რომ უკვე ჯერ დავფიქრდები ჯერ დავწონდი ყველაფერს აღარ შევტოპავ და ანუ გვეუბნებიან რომ აი ბედი всё მოვედი ბედი გიგზავნის თქვენ პენტაკლების მეფეს მივხვდით პენტაკლების მეფეს სტაბილური ურთიერთობისთვის ანუ ადამიანს რომელიც შეცვლის თქვენს ცხოვრებას რომელიც თქვენ ამ აი ნახეთ ეგრევე ეთლი ჩქარობს თქვენ ცხოვრებაში რომელიც ანუ ნახეთ სულ ყველა აი რაც სხვათა შორის რას მეუბნებიან იცით აუცილებლად მადლობა უთხარი შენს ყოფილ პარტნიორს რომელიც იყო შენ ცხოვრებაში რომ რაც მოხდა თქვენ ურთიერთობაში, იმიტომ რომ მაგ ადამიანმა ბევრი ცოდნა რაღაცა თქვენში გახსნა, ზოგი ყურუმი გახდა, მაგრამ ისა. და აი ეს სიტუაცია, ეს ადამიანი, რომელიც უნდა შემოვიდეს, შემოიჭრეს თქვენ ცხოვრებაში, ხო? აი ეს ადამიანი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აი ძალიან ბედნიერებას და კმაყოფილება მოაქვს ამას თქვენ ცხოვრებაში. ისეს, რომელსაც შეიძლება თქვენ ვერ არსებობდეთ. აქ ახალი სიყვარული, ახალი ურთიერთობა, ახალი ადამიანი, უძლიერესი პიროვნება და სხვათა შორის ხანძლივი ურთიერთობისთვის. აი, ასეთი ჩიმოლამაზებო ინფორმაცია, მე ვფიქრობ ძალიან საინტერესოა. მე რა თქმა უნდა გელოდებით თქვენ კომენტარებში მომწერეთ, რამდენად თქვენთვის იყო მნიშვნელოვანი აი ეს გზავნილი უკვე
სამყარო და ნუ ბედისგან.